ახალგაზრდობის დღეს ლიტერატურული კლუბის წევრები მწერალთა კავშირის შენობასთან შეიკრიბნენ. მათ საკუთარი და ცნობილი ქართველი პოეტების ლექსები წაიკითხეს. დავიწყეთ აი აქედან მზის საათიდან ეს ჩვენი ტრადიციული ადგილია მწერალთა კავშირის წინ ისტორიული ადგილი სადაც ხშირად მართავთ ღონისძიებებს და ვაპირებთ რომ მთელი დღე იყოს ახალგაზრდობის და პოეზიის ახალგაზრდული პოეზიის ძალიან ბევრ ხალხმრავალ ადგილზე მივიდეთ ბოტანიკურ ბაღში დაცულ ტერიტორიებში მუზეუმებში და აი ყველგან წავიკითხოთ ლექსები ექსპრომტად და ცოცხლად აი ძალიან საინტერესო ღონისძიებები და აქტივობები არის მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილი ჩვენს მიერ ჩვენს ბათუმიდან ჩვენებრივ ახალგაზრდული შემართებით უერთდებით რა თქმა უნდა ამ დღეს და ჩვენი პირველი აქტივობა არის დღეს შეკრება საათთან და ჩვენი პოეზიის საღამოს ჩატარება. რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ღონისძიებების ჩატარება, ვინაიდან უფრო გამოიწვევს ესეთი ტიპის ღონისძიებები ახალგაზრდების გააქტიურებას და მეც როგორც ერთ-ერთი ბათუმელი, ერთ-ერთი აქტიური ბათუმელი მაქსიმალურად ვცდილობ რომ აქტიურად ვიყო ჩართული ასეთი ტიპის ღონისძიებებში. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, ამიტომ ჩვენ სპორტის და ახალგაზრდთა საქმეთა დეპარტამენტმა დილიდან დავიწყო ღონისძიება, გვაქვს ასევე სპორტული ღონისძიება. წლევანდელი წელი სოფლიოს ორგანიზაციამ გამოაცხადა ახალგაზრდების დღე ჯანდაცვა, ჯანდაცვასაც ჯანმრთელობასაც ნომა უпроსორად. ასევე ჩვენ გვაქვს სპორტული ღონისძიებები ჯანსაღი ცხოვრებისათვის და ხოლო კულმინაცია იქნება 6 საათზე საზაფხულო თეატრში, სადაც ვეპატიჟებ ყველა ახალგაზრდას, იქნება მუსიკალური ფესტივალი.